აი მიტროფანე ლაღიძემ გამოაცხადა და უთხრა მის კოლეგებს, რომ მე ვქმნიო საზოგადოებასო, რომელშიცო ყველას შემოგიშვებთო, ვისაც ფული კი არ გაინტერესებთო, სახელი გაინტერესებთო, ხვდები? ხა სახელი იმ დროინდელი ტერმინოლოგიიდან ბრენდია რა, რეპუტაცია. და ამ ასე ვთქვათ ასოციაციის თუ რა ვიცი კოლექტივის თუ რაღაც მიზანი მიტროფანი ლაღიძის იყო რომ ჩვენ შევქმნათ ისეთი ხილეული წვენები რომელიც საერთაშორისო საქვეყნო სახელს მოგვიტანს და იარეს გამოფენებზე იმაზე და ოქროს მედალზე აიღეს და ასე შევა. ხვდებით? ანუ ბრენდს აშენებდა. ხვდები? და ძალიან გულიმწყდება რომ დღეს ლაღიძე აი ესეთ მდგომარეობაშია რაშიც არის და სადაც მივდივარ მაინც თუ დავინახე რომ არის აუცილებლად ყიდულობ. კი, მეც, მაგრამ ეს ის ბრენდია რომელიც უნდა იყოს, რა ვიცი, აი, საერთოდ სხვაგან, იმიტომ რომ არ ვიცი ხა ეს ვინ მოიფიქრა და როგორ მოიფიქრა, მაგრამ დღეს ამაზე ბრენდები ოცნებობენ და ამას ჩალიჩობენ, რომ ეს პოზიციები ქონდეთ, ხო? ლაღიძე იყო ფაქტობრივად საქართველოს და საუბედუროდ საბჭოთა კავშირის სავიზიტო ბარათი. და ეს ხაჭაპურის თემა მიბმული და ლაღიძის სახაჭაპურეები და ხო, აი მთელი თემა, ხო, ამიტომ ძალიან გულიმწყდება რომ ის არ არის ისეთი აი რაღაცა ძალიან ძლავრი ბრენდი დღეს და არ ანგრევს აქაურობას.